იგივე ჩვენ რაც ვიხილეთ მოსამართლეებთან დაკავშირებით. ადამიანები კორპორატიულ საღამოზე ახალ წელს შეიკრიბნენ და როდესაც დამთავრდა სუფრა, რა დღეში ჩააგდეს მოსამართლეებს. Turkish
გამოვიდნენ იქ ნაცსექტის წარმომადგენლები და საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ თურმე პოლიცია იცავს მოსამართლეების ჭამას მას. მოსამართლეების სადარაჯოზე ყოფილა პოლიცია. რა უნდათ ამათ, რომ ჩაეკოლათ მოსამართლეები? მე მაინტერესებს ახლა იმ მოსამართლეს, რომელიც ახლა თქვენ ნახეთ კადრში კვერცხებს ესროდნენ, დაძდევდნენ. აი გული რო გახეთქოდა, იმიტომ რომ როგორია, ეს არის დევნა. სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც მოხდა მოსამართლეების დევნა. იმის გამო, რომ მათ გადაწყვეტილებებს იღებენ ისეც, რომელიც მათთვის არ არის სასურველი. ეს მე მეგონა, რომ ამ ხალხს დაიჭერდნენ, ვინც ეს გააკეთა გუშინ. და ჩვენ დავინახეთ, რომ კაციშვილი არავინ, ეხა ადმინისტრაციული წესით თუ დაისაჯა, არ ვიცი, მაგრამ სისხლის სამართლის წესით არავინ არ დასჯილა. შეიძლება მოსამართლეებზე ესე ხელის აღმართვა, ესე რეაგირების გარეშე დარჩეს და თან ეს ჟურნალისტებიც რო იყვნენ ამ ყველაფერში ჩართული. აი ეს რაღაცა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ჟურნალისტები, რომლებიც ესეთი ნაზი ხმით კნაოდნენ და დაძდევდნენ იქ მოსამართლეებს. ამათ არის ჯახა და მანქანა. მარტო ჩემს უსაფრთხოებაზე სრულნავთ. კი, აუცილებლად. ქალბატონო. ვის? რა ღონისძიებას ეს? რატომ ეტაკები, კაცო? ოტوارზე გადავდივარ, ხომ მითხარით, ბატონო? ეხლა არ გინდოდა ეხლა მომდა. მეგობრებო, ეს სასაცილო არ არის ეხლა ეს, რასაც ჩვენ ხედავთ. ეხლა ვიღაცამ შეიძლება ამ საცოდავ ჟურნალისტზე რაღაცა გაიღიმოს, მაგრამ როდესაც მოსამართლეს კვერცხებს ესვრიან, როდესაც სახეში აფურთხებენ, როდესაც აგინებენ, როდესაც დევნიან. აი ხა ერთ-ერთი მაგალითი იყო კიდე ეგ საშინელება, აი ეს იმ ავტობუსის ბძღოლი, რომელმაც კარი არ გაუღო. აი მოსამართლეს, რომელსაც უნდოდა თავი დაეღწია, ეს კაცი არის გასაგდები სამსახურიდან. როგორ შეიძლება კაცი შველას ითხოვს, გიკაკუნებს, კარი გამიღეო და კარი არ გაუღო. ეს იგივე არის, რომ ადამიანი იხჩობოდეს და ხელი არ გაანძრიო. შენ შეგიძლია მაშველმა და გადაარჩინო და არ გადაარჩინო, რომ როგორ ჩანს ამ თბილისის სატრანსპორტო სამსახურშიც აი ვიღაცები ნაცები არიან შეშვებული. მე ვფიქრობ, რომ ამაზე აი ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ლილი მსხილაძემ ძალიან ისეთი საკადრისი პასუხი გასცა. ამდენ ზეწოლასაც გაახორციელებთ, იმდენი ზეწოლა წამოვა თქვენზე. და მართლა დამეწუნეთ. ძალიან ცოტა გააძლიერეთ. ზეწოლა, რასიზა. ზეწოლა გააძლიერეთ. რო შეჭამთ, მე შეჭამთ. ჩვენ ჯინაზე. როგორ შეიძლება მეგობრებო, რომ აი ამას ესე შევხედოთ პოლიციელების ცემას, მოსამართლეების ცემას და მე თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ქვეყანა ჩვეულებრივად გააგრძელებს თავის საქმიანობას? 1991-92 წლებში ქვეყანა იმიტომ ჩამოიშალა, 2003 წელს ქვეყანა იმიტომ ჩამოიშალა, რომ ამ ინსტიტუციებზე იყო მაშინ ზეწოლა, მოსამართლეებსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ, პოლიციელებსაც, ამერიკელებს აქვთ იგივე სცენარი, რაც ჰქონდათ 92-ში, 2003-ში. იგივე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას აქვს ადგილი. ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ქვეყანა გადარჩეს, უნდა ქვეყანაში დამყარდეს კანონის დიქტატურა. არ შეიძლება შენ დემოკრატიობანა ითამაშო და ყველაფრის უფლება მისცე ამ ადამიანებს. ვინმეს ესეთი რამე რო გაეკეთებინა კონსერვატიული ფლანგის წარმომადგენლს გააციმბირებდნენ და არ შეიძლება ესე ყველაფრის გატარება.